მოგესალმებით ყველას მეგობრებო, ეხლა მე ვარ აქ კანცელარიასთან. აქ ჩამოვიდნენ ეხლა და შიმშილობის მოშიმშილეები გადმოვიდნენ ჭიათურიდან აქ რამდენიმე მოშიმშილე. იმის გამო რომ პასუხი ვერ მიიღეს თავრობის არც ერთი წარმომადგენელი არ ჩავიდა იქ ადგილზე მიუხედავად იმისა რომ ორი კვირია ეს ხალხი შიმშილობს იქ და რომ ვერ იპოვეს სამართალი აგეთ გადმოვიდნენ. ეხლა მე ვარ აქ ჩვენს მოშიმშილეებთან აქ. ეხლა გაჩვენებთ აი აქ რამდენიმე ის არის აგერ ნახავთ. ეს არის აბსოლუტურად ესე იგი უპასუხისგებლობა ხელისუფლებისა, უნამუსობა, რომ საკუთარი ხალხის ესე იგი ავიცი რა ვთქვა რა აღარ მინდა სხვა სიტყვა ვიხმარო, არაფრად არ აგდებენ ხალხს, არაფრად არ აგდებენ მშრომელ პატიოსან ხალხს, არაფრად არ აგდებენ ახალგაზრდების მომავალს, ახალგაზრდები რომელიც აი ახალგაზრდა კაცი რომელიც 3 დღე უწყლოდ შიმშილობდა და ეხლა იმის შემდეგ კიდევ 2 კვირია ისე შიმშილობს, პასუხი ვერ მიიღო აი აქ ადგას, აი ამ კანცელარიის წინ და არავინ არ არის პასუხის გამცემი. ეს არ არის ქართული ხელისუფლება. ჩვენ ეს უნდა დავამთავროთ. მაგრამ ამ ბიჭებმა რა დააშავეს? ამ ბიჭებს საერთოდ არ აქვს პოლიტიკური რაღაცა ისეთი განცხადებების საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკა. ამ ხალხს აინტერესებს თავისი შრომა, თავისი ის კონდეს, რა ქვია, რომ მიშრომებს, თავისი ანაზღაურება კონდეს და თავის დაფასება კონდეს, ხო, იმ შრომაში. აი აქ არის ახლა ერთ-ერთი ირაკლი ჯიქიძე, რომელიც თავიდან 3 დღე უწყლოდ შიმშილობდა და იმის შემდეგ კიდევ 2 კვირე შიმშილობს. აი ეს ბიჭი და თელი ქალაქი უნდა გამოხვიდეთ ხალხო და მხარში უნდა დაუდგეთ. ესეთი ის როგორ შეიძლება თელ ქალაქ ძინავს და არავინ ესე იგი არ აინტერესებს თქვენი შვილი ამ მდგომარეობაში იყო, თქვენ ესე მიატოვებდით. თუ ჩვენ ერთად არ დავდექით ქართველი ხალხი, მე გავიგეთ თუ არა გამოვარდი ეგრევე. როგორ შეიძლება აი ესე მივატოვოთ? ირაკლი, აი რას გვეტყვი, რისთვის რატო გადმოხვედით ჭიათურიდან, რატო ვერ მიაღწიეთ ვერაფერს? მადლობას მოგვითხრობ პირველ რიგში მობრძანებისთვის, მივესალმები ყველას. ჩვენ ვართ პირველ რიგში ქართველები, ჩვენ ვართ ზემოიმერლები, ჭიათურლები, მართლმადიდებელი ხალხი, წესიერი ოჯახის შვილები. ჩვენ აქ ჩამოგვიყვანა ჩვენი ქალაქის ტკივილმა, ყველას მოგეხსენებათ თუ რა ამბები არის ჩვენ ჭიათურაში. ჩვენი აქ ჩამოსვლის მთავარი მიზანი და მიზეზი არის რომ ჩვენი 4 თანაქალაქელი, მათ შორის 2 ამ კომპანიაში იყო დასაქმებული და 2 არ იყო დასაქმებული ამ კომპანიაში. 4 ადამიანი არის სულ ჯამში დაჭერილი. თქვენს აუდიტორიას ვეთქვი რომ იქაც 2 მათგანი დაჭერილების შიმშილობენ. მე პირადად 17 დღე იწყება დღეს რაც ამ პროცესში ვარ, შიმშილობაში ვარ. ჩემთან ერთად ჩამოსვლები არიან 2 მოშიმშილე ჩემ გვერდში არიან. 1 ჭიათურაში დავტოვეთ ადგილზე მოშიმშილე, 2-ს სამედიცინო ჩარევაზე დაჭირდა და სამოთხოვოში არიან. ასევე ჩვენ სამ მოშიმშილეს თან გვაკლავს ჩვენი თანაქალაქელი, ჩვენი თანამებრძოლი, წესიერი მშრომელი ხალხი. ეს 2 ადამიანი უზრუნველყოფენ ჩვენს ესე რომ ვთქვათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თუ რაიმე პრობლემა შეგვექნება. ყველა ადამიანები ვართ, უკვე 17 დღეა გასული. ჩვენი იმუნიტეტი ნელა-ნელა სუსტდება, მაგრამ ჩვენ ვწამს უფლის, რომ უფლის მადლით, მარიამ ღვთისმშობლის მადლით ჩვენი ჯანმრთელობა შეულახავი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ გაგვაჩნია ერთი მიზანი, ჭიათურა იყოს ჭიათურლების, ღირსეული ხალხის, შრომელი ხალხის, იმ ადამიანების, იმ აღარუელების, რომლებიც 2020 წელში, როდესაც მთლიან მსოფლიო ეკონომიკას ესე რომ ვთქვათ საფრთხე შეექმნა კორონიდან გამომდინარე, ძალიან მხარში უდგენ თითოეული მაღაროელი, მაღარო არ გაჩერებულა
თვითონ იმ დაკავებულ მერაბ სარალიძეს და აჩიკო ნეფარიძეს იმ პერიოდში და არ უთქვიათ სამსახურზე უარი, მაშინაც ქვეყანას გვერდში ედგნენ და რა ვიცი, ძალიან უბრალო ხალხი ვართ, გლეხი ხალხი ვართ, ვიყვარს და ძალიან გვინდა რომ მაქსიმალურად ქალაქს გვერდში დავუდგეთ, ჩვენი ქალაქი გადასარჩენია, ცხოვრობთ ისეთ ქალაქში, სადაც დღესდღეობითაც 21 საუკუნეა და სოფლიო თითქოს აღზევების ტექნოლოგიებშია, მაგრამ ჩვენ გვაქვს უნიკალური მდინარე, რომელიც შავი მოედინება, ჩვენ არ გვინდა ყვირილა გვქონდეს შავი. ჩვენ არ გვინდა რომ ძალიან ბევრი დაავადებული ყავს ჩვენ თეატრას იმის გამო რომ ესეთი წიაღისეული გვაქვს და ამ მოპოვების შედეგად ძალიან ბევრი ონკოლოგიურად, ხო? დიახ, ონკოლოგიურად და რა ვიცი, ჩვენი პროტესტის დაწყების ძირითადი მიზანი ის იყო, რომ არ დავეთანხმეთ ჩვენ რეორგანიზაციას, არ დავეთანხმეთ ჩვენი ადამიანს, რომელიც მე პირადად არც ვიცი და არც მაინტერესებს ვინ არის სოცკი და სოცკიმ გამოგვიგზანა ისევ და ისევ ჩვენი თანაქალაქელი, რომლის ვიდეო კადრები პირდაპირ არსებობს, ადამიანი, რომელიც რა ვიცი, ჭიათურაში რო ხარ გაზრდილი, შენი ქალაქი როგორ არ უნდა გიყვარდეს და ვიღაც ინვესტორი როგორ უნდა გიყვარდეს, პირდაპირ მოვიდა და გვეუბნება ესეთ რაღაცას, რომ ტყიბული ნაყიდი მყავს თავის ხალხით, დამონებული მყავს და თქვენს თუ გინდათ მუშაობა, უნდა იყოთ ჩემი მონები, ეხლავე გაგიღებთ მაღაროს კადრს და შევძანდით და იმუშავეთ. ჩვენ ვართ პირველ რიგში ქართველები ისევ განმეორდები, ღირსეული ქართველები, ჩვენი ინტერესი არ არის, რომ ვიღაც ერთი ადამიანის უღირსი ჭიათურელის ინტერესები გავატაროთ, ჩვენ ვდგავართ მართალი ხალხის გვერდით, სიმართლის მხარეს ვდგავართ, ისევ და ისევ განმეორდებით, ვართ უბრალო ადამიანები, წესიერები, მშრომელები და დღეს მდგომარეობით რამაც ჩამოგვიყვანა ეხლა ვიმყოფებით საქართველოს მთავრობის წინ, ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, ჩვენი ის 4 უკანონოდ დაკავებული ჩვენი თანაქალაქელი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, რადგან არიან უსამართლოდ დაკავებულები. ასევე მეორე და უპირობო მოთხოვნა არის, რომ პრემიერი ან მისი დობით აღჭურვილი პირი, ჩვენ აქ იმისთვის არა ვართ კიდევ დავაზუსტებთ ჩამოსული, რომ აქ შევხვდნენ და აქ ველაპარაკობთ ჩვენ არავისთან არ შევდივართ დიალოგში, ინფორმაცია და ინფორმაციის ხალხი დამლაპარაკებლები არიან უშუალოდ ჭიათურაში და ველოდებით პრემიერს ან მის აღჭურვილ დობით პიროვნებას, რომელიც ჩავა და დაილაპარაკებს შრომელ ხალხთან. გაიხარეთ ირაკლი. არ ვიცი რა უნდა თქვა, უკვე აი ენაც არ მემორჩილება, ისეთი უსამართლობაა. ძვირფასო მეგობრებო, მე არ ვიცი, აი რატო უნდა დაშირდეთ ადამიანებს შიმშილობა იმის გამო, რომ ქვეყნის ხელმძღვანელი შეხვდეს, ხო? აბა რისთვის აგირჩია ხალხმა, მაშინ რომ ისანიერია, აი ყველანაირად, ესე იგი ისეთი საარჩევნო პერიოდი როცა მიდის, ყველაფერზე მზად არიან, რა ვიცი, ისეთი კეთილები და ერთგულები გამოჩნდებიან ხოლმე ფრჩხილებში. ხო და რატომ უნდა დაჭირდეთ ასეთი სამკვდრო სასიცოცხლო შიმშილობა, რომ როგორმე პრემიერი შეხვდეს. აი აქედან, აი კანცელარიას უყურეთ, პირდაპირ გეუბნები, ირაკლი კობახიძე, შენ რომ ქვეყნის მეთაური იყო და ნამუსი გაგაჩნდეს, 15 დღე არ აშიმშილებდი აი ამ ბიჭებს და მანამდე შეხვდებოდი. მაგრამ შენ აღარა გაქვს არანაირი მორალური, არანაირი ზნეობრივი უფლება ამ ქვეყნის მართველი იყო. უნამუსოები ხართ, სულ ყველანი მიმიფურთხებია თქვენი მთავრობისთვის, არასოდეს არ ვცნობდი და არც არასოდეს არ ავცნობ, 92 წლის შემდეგ ყველანი ხართ კიტოვანი, ჯაბაიოსელიანის და აი შევარნაძის სამართალ მემკვიდრეები. მალე დაემხობით, მალე დამთავრდება თქვენი ხელისუფლება, მაგრამ ამას გავაკეთებთ ისე კი არა, როგორც თქვენ დაგვამხეთ კი არა. ჩვენ სამართლებრივად არჩევნებით მოგიგებთ და ხალხის ხარდაჭერით მოგიგებთ. ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან მალე. ერთ წელზე მეტი არ დაგჭირდებათ, ქართველი ხალხი ამ უსამართლობის ჭაობიდან და ამ სიღატაკიდან. აი ყველაფერი ეს რაც ხდება, ეს შენობა რაც არის მეგობრებო, ეს არის არა საქართველოს მთავრობა, არამედ საქართველოს ყიდის. აი ეს არის მთავრობა, რომელიც საქართველოს ყიდის. უნამუშოები ესენ.
აი ეს ბიჭები არ უნდა შიმშილობდნენ 15 დღე მაღაროელი როგორ უნდა შიმშილობდეს ხალხი რატო უნდა შიმშილობდეს რამდენი 17 დღე ხო 16 და მე 17 დღე იწყება ხო და აბა საკუთარი აი მათი შვილები შიმშილობდნენ ერთი თუ გარისკავდნენ ესე ნუ არ ვიცი მეგობრებო რაღაცა უნდა თქვა ნუ ამაზე მორალის კითხვა ეხლა ზედმეტია ხვალიდან ჩვენ თლიანად ჩავერთვებით ქართველთა დიდგაერთიანება აქ მოვლენ სუყველანი მოვლენ მე ყველას მოუწოდებ თელ ქალაქს მოუწოდებ რომ მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ბიჭებს აი შეხედეთ რა დღეში არენ ორი კინკილა ხალხია აქ ჩამოსული და აქნან იქაც იცავენ ჭიათურაში და თუ არ იქნება მხარდაჭერა ემ ბიჭებს გაწირავთ ხალხო ძალიან აქ თქო ყველანი უნდა მოყვიდეთ და მხარი დაუჭიროთ თელი ქალაქი უნდა დადგეთ ფეხზე თორე ხვალ ყველა შეგეხებათ ეს უსამართლობა იწოდეთ არ ვიცი მეტი არაფერი ეხლა მე დავასრულებ ამითი ამ ბიჭებთან მე საუბარი მინდა საქმე გვაქვს და თავარი ინფორმაცია მოგაწოდეთ